კუნძულებზე როცა ვფიქრობთ, ალბათ თვალწინ წარმოგვიდგება დაუბინძურებელი სანაპიროები და პალმები, რომლებიც ქარში ირხევა, მაგრამ ასევე საინტერესოა, რომ მეცნიერული თვალსაზრისით კუნძულები არის შესანიშნავი ადგილი კვლევისთვის. ეს იმიტომ, რომ კუნძულები არის ძალიან მდიდარი ბიომრავალფეროვნებით. ბიომრავალფეროვნება ნიშნავს სახეობათა მრავალფეროვნებას ეკოსისტემაში. მაგრამ ყველა მათგანი შეიცავს სახეობებს, რომლებიც ერთმანეთთან უნიკალური განსაზღვრული გზებით ურთიერთობენ. ზოგ ეკოსისტემაში უფრო დიდია ბიომრავალფეროვნება, ზოგში ნაკლებად, მაგრამ ყველა მათგანი შეიცავს სახეობებს, რომლებიც უნიკალურად ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან. კუნძულებზე იმდენად დიდი სახეობრივი მრავალფეროვნებაა, რომ მათ ხშირად მოიხსენიებენ როგორც ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილებს. და ამასთან ერთად ძალიან ბევრი უნიკალური სახეობა არის კუნძულებზე. მსოფლიოში სულ გვაქვს 9 მილიონი კუნძული, ჯამში დედამიწის ხმელეთის 5% შეადგენს და ამის მიუხედავად კუნძულებზე გვხვდება მთელი პლანეტის მცენარეების სახეობების 20% და ძუძუმწოვრების, ფრინველების და ამფიბიების 15%. და ბევრი მათგანი მხოლოდ ერთ კუნძულზე ან კუნძულების ერთ ჯგუფში შეიძლება იყოს. მაგალითად, ივი, რომელიც არის თაფლის მჭამელი ფრინველი, გვხვდება მხოლოდ ჰავაის მთავარ კუნძულებზე, ჩრდილოეთ წყნარ ოკეანეში. ეს ფრინველი არის მნიშვნელოვანი ჰავაისთვის, იმიტომ რომ მონაწილეობს მცენარეების დამტვერვაში, მათ შორის ოპელუსა და ოჰის დამტვერვაში. და დამტვერვა მნიშვნელოვანია მცენარისთვის, იმიტომ რომ ასე მრავლდება და საშუალებას აძლევს ეს, რომ წარმოქმნას ნაყოფი და თესლი. ხო და როცა ეს ივი ამ მცენარეების ტკბილ ნექტარს ჭამს, ამავდროულად ეხმარება ოპელუსს და ოჰის, რომ გამრავლდეს. და ასეთი და სხვა სახის ურთიერთქმედებები მუდმივად მიმდინარეობს სახეობებს შორის ეკოსისტემაში. ბიომრავალფეროვნებას შეგვიძლია შევხედოთ როგორც ერთგვარ უსაფრთხოების ბადეს, სადაც თითოეული სახეობა წარმოადგენს კვანძს და მათ შორის გაბმული კავშირები არის მათი ურთიერთქმედებები. სახეობების მრავალფეროვნება და მათ შორის კავშირები უფრო ძლიერს ხდის ამ ბადეს და ეკოსისტემას აძლევს ფუნქციონირების საშუალებას. ამას გარდა სახეობებს შორის ურთიერთობები ხშირად არის უნიკალური. მაგალითად, ივის აქვს მოღუნული ნისკარტი, რომელიც ევოლუციურად ადაპტირებულია იმისთვის, რომ მოღუნული ფორმის ყვავილიდან ნექტარი მიიღოს. და ასეთი ყვავილები აქვს მაგალითად ოპელუსს. და მიუხედავად იმისა, რომ ივი გარემოსთან კარგად არის შეგუებული, თუ რამე დაემართება ოპელუსს ან ოჰის, მათი რაოდენობა თუ მოიკლებს, ეს შესაძლოა კატასტროფად იქცეს ივისთვის. როცა ეკოსისტემა იმდენად იცვლება, რომ სახეობა ვეღარ ახერხებს გადარჩენას, ეს სახეობა გადაშენდება და ბიომრავალფეროვნება იკლებს. და სამწუხაროდ ძალიან ბევრი სახეობა უკვე არის გადაშენებული ან გადაშენების პირას. ადრე მაგალითად ჰავაიში მინიმუმ 20 განსხვავებული სახეობა იყო ამ ტიპის ფრინველის, მაგრამ დროთა განმავლობაში დიდი ნაწილი გადაშენდა. ისევ რომ დაუბრუნდეთ ბიომრავალფეროვნების და ბადის ანალოგიას, ყოველი გადაშენებული სახეობა არის კიდევ ერთი კვანძი, რომელიც აღარ გაქვს ბადეში და ბადე ნელ-ნელა იშლება. ბიომრავალფეროვნების შემცირება ხშირად არის ადამიანის საქმიანობის შედეგი. და ეს თვალსაჩინო არის თუნდაც ისევ ჰავაის კუნძულებზე. ბოლო რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში სოფლის მეურნეობამ, ძოვებამ, ტყის გაჩეხვამ და ზოგადად მოსახლეობის განვითარებამ ჰავაის ტყეების თითქმის ნახევარი გაანადგურა და მასთან ერთად, რა თქმა უნდა, ბიომრავალფეროვნების დიდი ნაწილიც. ადამიანებმა ასევე ჰავაიზე უცხო სახეობებიც შეიყვანეს, როგორებიცაა მაგალითად ვირთხები და გარეული ღორები, რომლებმაც შემდეგ ადგილობრივი საცხოვრებლები სხვადასხვა სახეობისთვის შეცვალეს ან გაანადგურეს. ამას ემატება ახალი დაავადებები, რომლებიც შემოვიდა კუნძულზე, გლობალური დათბობა და ერთობლივად ამ ფაქტორებმა გამოიწვია ბევრი სახეობის გადაშენება. როცა ეკოსისტემა ბიომრავალფეროვნებას კარგავს, სრულფასოვნად ვეღარ ფუნქციონირებს. თუ მაგალითად ოჰი ჰავაის ტყეებიდან დაიწყებს გაქრობას, საკვებს კარგავს არა მხოლოდ ეს ფრინველი, ივი, არამედ ზარალდება მთლიანი ეკოსისტემა. და რეალურად მეცნიერები ხშირად იმის მიხედვით აფასებენ ეკოსისტემის ჯანმრთელობას, თუ რამდენად სრულია მისი ბიომრავალფეროვნება. ბიომრავალფეროვნების ეს უსაფრთხოების ბადე მით უფრო ძლიერია, რაც უფრო მეტი სახეობაა ეკოსისტემაში. ეს ეხმარება ეკოსისტემას, რომ გაუმკლავდეს ბუნებრივ კატასტროფებს, მაგალითად გვალვას, შტორმებს, დაავადებებს და ასე შემდეგ. რაც უფრო დიდია ბიომრავალფეროვნება, მით უფრო გამძლეა ეკოსისტემა და მით უფრო სწრაფად აღდგება. და რაც უფრო მცირეა ბიომრავალფეროვნება, მით უფრო დაუცველია ეკოსისტემა. ბევრი ვილაპარაკეთ იმაზე, რომ ადამიანების ქმედებების შედეგად ბევრი სახეობა ცხოველის თუ მცენარის გადაშენების პირასაა, ან გადაშენებულია უკვე, თუმცა ასევე არსებობს იმედის საფუძველიც. მაგალითად ავიღოთ ნენე, რომელიც არის ჰავაიური ბატი. ნენე თითქმის გადაშენდა
50 წლის წინ ბუნებაში იყო 30-ზე ნაკლები ნენე დარჩენილი. და დღესდღეობით ამ სახეობის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად იმდენად ბევრი ზომაა უკვე მიღებული, რომ კუნძულებზე ყავს 3000-ზე მეტი ნენე. ადამიანები ვართ დედამიწის ბიომრავალფეროვნების ნაწილი. ჩვენც ვეკუთვნით ეკოსისტემას. ასე რომ შეგვიძლია ზიანი მივაყენოთ, მაგრამ ასევე შეგვიძლია დავიცვათ და აღვადგინოთ.